Telestudija Incognito სახელით მოგესალმებით. მე იზა სულამანიძე და ლალიტა კვიშინაძე. ეს ჩვენი ერთობლივი პირველი სიუჟეტია. მინდა გაცნობოთ, რომ ისრაელამდე თვითმფრინავით ამოვედით. სათქმელად ადვილი იყო, თუმცა ზოგ-ზოგი ერთების ფრენიშიში ჩემში გაკვირვებას იწვევდა. ჩვენ ახლა გადავიდეთ ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც ზიან იქ და გავიგოთ მათი ემოციები თვითმფრინავში ყოფნის დროს. მოგვიყევით ბავშვებო თქვენი განცდების შესახებ, რადგან ზოგს ეშინოდა, ზოგს სასაცილოდ მიაჩნდა. პირადად მე ძალიან დიდი შიშით ავედი თვითმფრინავში, ვნერვიულობდი ძალიან. მან ჩემს ხელი ეკავა ჩემი და მაწყნარებდა, რომ ნუ ნერვიულობ, არ იქნება არაფერი საშიში, არაფერი, მაგრამ ძალიან მინერვიულე, თავით ამტკივდა, მერე ყურები დამიგუბდა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კიდევ ძალიან ხშირად ვიფრენ, არაა პრობლემა. ტიტე მე მახსოვს ის მომენტი, როცა გიორგი მუშკუდიანმა ესე ხელი ჩამარტყა, ნუ გეშინია, გავხდებების ხელი და მახსოვს მანჩოს ხარ, რომ ნუ გეშინია, უბრალოდ თავი გეჭირო სწორად და всё. ისედაც არ მეშინოდა თავიდან და დიდი სიამოვნებით ვიფრეთ უკი საშუალება მომიცემა და დიდი სიხარულით ვევლი იმას, რომ აქედანაც უნდა გავფრინდეთ. ჩვენ სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა ვილოცეთ, ამან ყველა დაგვაწყნარა, დაგვამშვიდა, უკეთესი იყო და გიორგი გვაწყნარებდა ძალიან, არ ინერვიულოთ, არაფერი არ მოხდება, მე ხშირად დავფრინავესეო და არაფერიო. ისაც ნებისმიერი გვამშვიდებდა მე და ნინის განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ჩვენ ორს ყველაზე ძალიან მეც ძალიან მეშინოდა. ჩვენი გამოცდილი კოლეგა რას გეტყვის, რომელიც ფაქტობრივად დაბადებულია თვითმფრინავში. დაბადებული არა, უკვე ნახევრად პილოტი ვარ უკვე. ამათ კი რაც შეეხებათ, ალბათ პირველად რო იფრინეს, პირველად მე ძალიან შემეშინდა, მიუხედავად იმისა, პატარა ვიყავი. მე ძალიან შემეშინდა და ახლა აღარაფრის აღარც მეშინია. კარგად დავთავაზე. ჩვენ გვყავს ასევე პატარა კოლეგა, რომელიც ჩვენნაირად პირველად გზავრობდა თვითმფრინავით და მოდი მას ვკითხოთ, მისი ემოციები ძალიან გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობდა და იმ დროს ყველაზე ცუდი ამინდი იყო, მაინც გავამართლე ჩემი ემოციები და ისე ვიფრინე, როგორც მე მინდოდა. ჩვეულებრივად არც შიში მქონდა არაფრის და არც ემოციები. ჩვეულებრივად ვერაფერს ვერ ვგრძნობდი ფრენისას. ტელევიზია ინკოგნიტოს ყოველ გასვლით შეკრებაზე თითქმის ყავს ყველაზე პატარა კოლეგა, შაშამ ყავდა ევროპაში ნინი მოცრაძე და ასევე ჩვენ წელსაც ყავს ასევე ნინი გოგინავა, რომელიც ძალიან საყვარელი, ძალიან შრომის მოყვარე და ნიჭიერი. A ver si me conseguía una fresca. Got myself some rum, cause where I'm from sometimes you need some. Me tomé mi trago y una princesa pasó por mi lado. La miré con ganas, con esa carita de fama. Ella miró, oh sí, ella pasó, oh no. Ella se volteó con una sonrisa. Tengo que bailar con esa muñequita. El DJ puso brinca y enseguida quise jalarla para la pista. Y cuando llegué, ay, llegó el tiburón y con él se me fue. Encontré otra chica que estaba mejor. Bailamos 3 merengues de corrido y gozamos. Luego nos sentamos, ordenamos bebidas y conversamos. She looked good, so of course I lied on my girl from the hood. Ella preguntó si tenía novia y yo dije no. Me quité el anillo despacito, me lo metí en el bolsillo. Vino un descarado y me dijo, oh, tú no eres casado. Me quedé pasmado y enseguida se la llevó de mi lado. Oh my God, ese tiburón no es fácil. Yo pensé que tú sabías que es proyecto 1 de la. Ahí está, el tiburón. Ahí está, el tiburón. Se la llevó el tiburón, el tiburón. Ahí está, el tiburón. Ahí está, el tiburón. Se la llevó el tiburón, el tiburón. No pare, sigue, sigue, 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 no pare, sigue, sigue.
ასე დაიწყო ყველაფერი და ჩვენ ახლა თელ-ავივში ვართ. ასევე გისურვებთ, რომ თქვენ ძალიან ბევრი გემოგზაუროთ და ეს ის ადგილია, სადაც მოხვედრა ყველას უნდა. ჩამოსulis დღიდანვე ჩვენი ოცნებების ასრულება დაიწყო. მეც გემშვიდობებით, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა ჩემი იდეის შესახებ მოგითხროთ. ეხლა რაც ამ სიუჟეტს წერდი, მომივიდა ერთი იდეა, ტიტესი არ ვიცი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ფრენა, რომ ალბათ საჩხერეში რომ ჩავალ, საჩხერე ჭიათურას შორის ეს გავაკეთებ აეროპორტს და ესე ვიფრენდ წინ და უკან.